მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. დღეს არის სამშაბათი, ბავშვები ამ კვირაში მეტს აღარ ივლიან სკოლაში, ახლა სკოლაში არიან, შემდეგ იწყება დასვენებები, მაისის რაღაც დღესასწაულები და მთელი 5 დღე იქნებიან სახლში. ახლა ვფიქრობ, რომ შემდეგ ბავშვები სახლში რომ არიან, ცოტა მიჭირს ხოლმე იატაკის გაწმენდვა. და ვფიქრობ, რომ იატაკი გავწმენდო კარგად ყველგან, რადგან დილიდან უკვე სამზარეულოც დავალაგეთ და სააბაზანოც. ეს ორი ოთახი ეგრეთ წოდებული, თუ დალაგებულია ხოლმე, უბედნიერესი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, რომ დილიდან ბავშვებს რომ გავაცილებ სახლიდან, ეგრევე დავიწყო სააბაზანოს და სამზარეულოს დალაგება, რადგან ვფიქრობ, რომ სახლის გულია ეს ორი ოთახი და ეს ოთახები თუ სუფთა, ესე იგი მთელი სახლია სუფთა. რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, სადილის მომზადება მინდა და ვფიქრობ, რომ აჯაფსანდალი მოვამზადო. და კიდე მაქვს ერთი გეგმა, რომელსაც ჯერ არ ვიტყვი, რადგან არ ვიცი განვახორციელებ თუ არა დღეს. არის ხოლმე ხანდახან ესეთი გეგმებიც, რომელიზეც არ ვარ დარწმუნებული გავაკეთებ თუ არა, მაგრამ თუ გავაკეთებ აუცილებლად გეტყვით. ახლა კი მივალაგებ მისაღებ ოთახს და გავწმინდა იატაკს, ასევე მინდა რომ გამოვწმინდო დაბლა, კარადების დაბლა და საწოლების დაბლა. ამას ვწმინდა ხოლმე კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ და ყოველჯერზე იმხელა მტვერი გამოდის, რომ არ ვიცი, ხანდახან ვფიქრობ, რაც უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ ამ მტვერს, მით უფრო მეტი გროვდება. ადრე სამსახურში რომ ვიყავით, რომ მუშაობდი, ვაკეთებდი ხოლმე ამას 2 კვირაში ერთხელ, კი, 10 დღეში ერთხელ, ან 2 კვირაში ერთხელ. და ზუსტად იგივე მტვერი გამოდის, რაც ახლა ვაკეთებ 3 დღეში ერთხელ. მოკლედ, არ ვიცი. მტვერი გროვდება ძალიან ბევრი და თქვენც ნახავთ. ახლა რომ დავიწყებ გაწმენდას. ასე რომ გავატაროთ დღე ერთად. ჩემი მისაღები ოთახი ახლა გამოიყურება ასე, რამოდენიმე დღის უკან გადავაკეთე აქაურობა. თუ გახსოვთ, მაგიდა იყო ასე ჰორიზონტალურად, ახლა დავაყენე ვერტიკალურად, რადგან იქეთ ვეღარ გადავდიოდით, იქეთ მხარეს და უფრო მიჭირდა და პირადად მე მიჭირდა, ამიტომ ასეთი გამოსამრავლე გამოვნახე და ძალიან კარგად დგას ახლა. აქ იყო ხალიჩა, ხალიჩა იყო ფუმფულა და როგორც არ უნდა გამემტვერ სასრუტებინა, ნაგავი ყოველთვის რჩებოდა შიგ. მოკლედ დამტანჯა ამ ხალიჩამ და 3 დღეს უკან გადავაგდე. ჩემი აზრით ეს იყო ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ამ ხალიჩის მოშორებას. სანამ ვიყიდი ახალ ხალიჩას, მაგიდის ფეხებთან დავდი ასეთი პატარა ნაჭრები, რადგან კაწრავს იატაკს, იატაკი სადაც ძლივს დგას უკვე შესაძლებელია და არ მინდა რომ უარესად დაიკაწროს, ამიტომ იქნება ასე. კიდევ ახლა შევამჩნიე, რომ იქ მაქვს დასაუთოვებელი თეთრეული და კიდევ ერთი საქმე დამემატა დღეისთვის. მოკლედ ვალაგებ აქ კარგად, ახლა უნდა მივალაგო და გამოვწმინდო აი აქ ქვეშ. ამების დივნის ქვეშ, ასევე ვაპირებ საწოლების ქვეშაც გამოვწმინდო, ოღონდ ვფიქრობ, რომ კადრს მიღმა გავაკეთებ ამ საქმეს. I wish I could tell you that I want you here with me, but you'll never love me like the way we used to be. Too far from Saturn, lost in the patterns, where's the stars align so we could be free. Palms are sweaty, knees unsteady, I can't see my head on straight. Heart is heavy, wasn't ready, don't think I can see your face. Now we're just friends, how long till that ends? It feels like forever away. Yeah, we're on, and we're on, it will never be enough. Now we're gone, and we're
ყველგან გავამტვერს ასრუტე და ავიღე მტვერიც პარალელურად. ახლა უკვე იატაკის გაწმენდვაზე გადავედი. წყალში დავუმატე სპეციალური ხსნარი ლამინატისთვის. ამით გავწმენდავ ყველგან იატაკს, გარდა სააბაზანოსი და სამზარეულოსი. შემდეგ ვუხვრი ამ წყალს, ვასხავ უბრალოდ წყალს და შიგვდებ ამ ტილოებს, პატარა ტილოსაც ახლა ხედავთ კადრში, ეგრეთ წოდებულ ბელიზნაში, ქლორში ვადებ, ცოტა ხანი იყოს და შემდეგ ამით ვწმენდავ სააბაზანოს და სამზარეულოს მეტლახს. სანამ ტილოები ქლორში მელოდება, მე იქამდე მივალაგებ, მისაღებ ოთახს, ჩამოვიღებ ყველაფერს და გადავაფარებ დივანსაც. ახლა ჩაგიგდებთ გუშინდელ კადრებს. გუშინ ვიყავი მაღაზია როსმანში, ერთ-ერთი ფილიალი იკეტება დროებით სარემონტოდ და ამის გამო იყო 20%-იანი ფასდაკლება აბსოლუტურად ყველაფერზე. ეს როსმანი ჩემს სახლთან ძალიან ახლოს არის, ამიტომ გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი, ისედაც თვეში ერთხელ მივდივარ და საყოფაცხოვრებო ნივთებს ვყიდულობ, უბრალოდ საყოფაცხოვრებო ქიმიას, უკვე გამოლეული მქონდა, ვაპირებდი ისედაც წასვლას და რახან ამხელა ფასდაკლებაც მოლოდებოდა, ბარემ წავიდი და შევიძინე რაღაცეები. ამ მაღაზიაში იყიდება როგორც საყოფაცხოვრებო ქიმია, ასევე კოსმეტიკაც, რაღაცები საქართველოს ფასებს წააგავს, თუ ფასებს არ შევხედავთ, ყოველთვის მეკითხებით ხოლმე ფასების შესახებ, ამიტომ გაჩვენებთ დღეს თუ რა შევიძინე და აუცილებლად დავუთავ ფასებსაც, ცოტა საინტერესო რომ გახდეს. ეს არის ჩემი მთლიანი საყიდლები, ეს ალბათ თვეზე მეტი მეყოფ, რა თქმა უნდა. უნდა გადამიხადო თითქმის 70 евро და ფასდაკლებით გამოვიდა 45 евро და 50 ცენტი. ჩემი აზრით იდეალურია, თითქმის 24 евро მოაკლდა და ამ ყველაფერს. დავიწყოთ აქედან, ეს არის დავშვის საფენი, რომელიც უფასოდ გადმომეცა, მქონდა უბრალოდ კუპონი და კასასთან რომ მივიტანე, უბრალოდ განულდა და ამ საფენში არაფერი არ გადამიხდია. ავიღეთ მის საღებავი ამიაკის გარეშე, ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ რამდენიმე გრძელი თეთრი თმა გამომივიდა და მინდა რომ შევიღებო, ისე ვიღება ხოლმე თმას წელიწადში ერთხელ, ან წელიწად ნახევარში ერთხელ. ახლა ზუსტად 1 წელია გასული ბოლოს რაც შევიღებე, ამიტომ უკვე ვატყობ, რომ ჭირდება. მართლაც თეთრი თმებიც არ მაქვს, უბრალოდ ალაგ-ალაგ გამოდის ხოლმე თეთრი გრძელი თმა. ასევე ჩემთვის ავიღე ვიტამინები, საურსულე ვიტამინები, ამას ვსვლავ სულ და ახლა ავიღე ესეც, რადგან ამის შემადგენლობა უფრო მომეწონა, ფასი ერთი და იგივე აქვს თითქმის და ეს არის 2 თვის შებუდვა, ხოლო ეს არის 1 თვის. აუცილებლად ვკითხავ ჩემს გინეკოლოგს და თუ შეიძლება შეცვლა, შევცვლი და გადავალ ამ წამალზე, რადგან აქ არის რკინა და საერთოდ ანემია მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს უფრო გამომადგებ. ხელის საპონი, ნაფინების განსაცხობი პირველად ავიღე და სხვა შორის არ ვიცოდი, евро და 20 ღირს და შიგდელს 100 ცალი. იდეალურია სხვადასხვა ფერებიც და სხვადასხვა ზომებშიც. ალბათ ამიერიდან მხოლოდ როსმანში ვიყიდი ხოლმე ნაფინების განსაცხობს. ეს არის პატარა ცელოფნები, გოჩას დილით სკოლაში პურს ვუდებ ხოლმე, ჯერ ამაში ვახურ და ისე ვუდებ ლანჩ ბოქსში, 120 ცალიდებს და ეს ღირდა 70 ცენტი. ჩაი
ძალიან მიყვარს კარამელის ჩაი, რატომღაც ყავას მაგონებს და ეს ბოლო პერიოდია, ყავას რომ აღარ ვსვავ მხოლოდ კარამელის ჩაის. ასევე ჭურჭლის ღრუბლები. ეს არის საფაზანოს ღრუბელი. მტვრის ასაღები ჯოხი თავისი მტვრის ასაღებით მოკლედ ძალიან კომფორტულია, მოყვება 5 ასეთი დასამაგრებელი და მტვერს იღებს, იკრავს, აქეთ-იქით შემდეგ არ ფრინავს ეს მტვერი, როგორც იტყვიან, მოკლედ კარგი და გამოსადეგი რაღაც არის. ყველაფერი რასაც ვიღებ მხოლოდ თვითონ მაღაზიის ფირმას, მაგალითად დღეს ვიყავი როსმონში, ავიღე მხოლოდ დემოლის პროდუქცია და ისანასი, რადგან ასე თუ ისე ერთი და იგივე პროდუქცია აქვს და მე პირადად მომწონს, ვერ ვიტყვი რომ მაგავია და ცუდია, სამჯერ უფრო იაფიღებს ვიდრე სხვა ბრენდები, ასე რომ ვთქვათ და იგივე შედეგს იძლევიან, ხანდახან ესენი უფრო უკეთესები არიან ვიდრე თვითონ ფირმის პროდუქცია. ორი სახის გამწმინდისველი ხელსახვეცები, ერთი ჩემთვის, ერთი მიცასთვის, ეს არის მაკიაჟის მოსაშორებელი. ქალბატონი მიცა რაღაც მაკიაჟებს იკეთებს ხოლმე და ხანდახან მიცასაც სჭირდება. ასევე კბილის პასტა და აი ამ კოსმეტიკაზე რივალმი. სხვა შორის მომწონს ეს კოსმეტიკა, ჰქონდა ფასდაკლება, ამიტომ ავიღე გასასინჯად. ეს არის ტუჩის საცხი, კონსილერი. ეს არის ჰაილაიტერი და ბლაში. ეს არის ბლაში დიდი შეფუთვით და ღირდა 2 ევრო. ამასაც დავტესტავ, ნახავ როგორია. ვფიქრობ რომ ცუდი არ უნდა იყოს, რადგან მაქვს რივალის პროდუქცია და კმაყოფილი ვარ. ვაზელინი, მოკლედ მიცემ სადღაც ნახა რომ ვაზელინი უნდა წაისვა საღამოს თვალის ქვეშ, რომ დილით გაიღვიძო ლამაზი თვალებით და თვალები არ გქონდეს ჩაშავებული, მოკლედ შემჭამა რომ ვაზელინი მინდა და აი ვაზელინიც ავიღე მიცასთვის. ასევე ეს სპონჯები, თუ არ ვიცი რა ქვია, ფოლიე, თუ არ ვცდები, ეს არის უფერო ფოლია, ასევე მინდოდა და რკინის ფოლიეც და რკინის აღარ იყო უბრალოდ, რაც იყო ის ავიღე. ტანსაცმლის კონდენციონერი, არ ვიცი ქართულად რა ქვია, გამოვიწყდა უბრალოდ. ავიღე 3 ცალი, ესეც ვოსმანის ფირმის არის. კარგი სუნი აქვს და ყოველთვის ვიღებ ხოლმე, მაგალითად თუ დემში მივიდივარ, დემის ასეთ კონდენციონერებს და ედეკასაც კარგი აქვს სხვათა შორის და პენისიც ძალიან მომწონს. ყველაზე მეტად პენისი მომწონს, რადგან პენის კონდენციონერს უფრო სხვანაირი სუნი აქვს და უფრო დიდხანს ძლებს. უნიტაზის საწმინდი, ჭურჭლის მანქანის სითხე, სიტყვები მოიწყდება. ვიყიდე ჩემი სამზარეულოს ფანჯრისთვის გამიშავდა დაბლა რეზინა და დიდი მიდი მაქვს რომ უშველის არ მახსოვს რომელი ფირმის მქონდა, ერთხელ მქონდა ასეთი მსგავსი და სასწაულად უშველა, კარგად გაათეთრა, მას შემდეგ ვეღარ მიპოვია და ვეძებ ყველას ყიდულობ ყველა ფირმისას და დიდი იმედი მაქვს რომ ეს მაინც უშველეს. ეს არის საბაზანოსი კალკის მოსაშორებელი, ვანისთვის მინდა, კერამიკის საწმინდი, ეს პლიტისთვის
და ასევე ავიღე პირველად ასეთი რკინის საწმინდი ზემოდან, რომელსაც რკინის ზედაპირი აქვს, მაგალითად ჩემს ყავის მანქანას აქვს ასეთი რკინის პრიალა ზედაპირი და მინდა რომ კარგად გავწმინდო. თუ არ ვცდები, სულ ეს იყო და ეს იყო ჩემი დღევანდელი საყიდლები. დღეს დავტესტე ეს ხსნარი, რომელსაც შავი ლაქები უნდა მოეშორებინა ფანჯრიდან. სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი გადაღებას, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ არ უშველი და აქამდე უამრავი ხსნარი მაქვს გამოყენებული და არც ერთი ხსნარი არ შველი და გაოგნებული ვარ ახლა გაჩვენებთ კადრში. უბრალოდ არ გადამიღია როგორი იყო, სულ გაშავებული იყო მთლიანად ფანჯრის რაფები, შიგნიდანაც ეტყობა ჯერ კიდევ რომ იწმინდება, უბრალოდ ხსნარი მივასხი, დავტოვე 5 წუთით და 5 წუთის შემდეგ რომ მოვედი ასეთი სიკათქათე დამხვდა. ხსნარი არის ძალიან ძლიერი, როგორც იტყვიან, რადგან თვითონ ტილოც გააფუჭა და კიდევ კარგი რომ ზედა გამოვიცვალე, რადგან თვითონ მაისურზე მიმესხა და მაისურიც გამიფუჭა. ფასებმა არ მოგატყუოთ და არ გეგონოთ რომ რახან იაფი ღირს არ იქნება ძლიერი, მაგალითად ეს ხსნარი 2 ევრო ღირს და ხედავთ შედეგს, ასევე დღეს დილით ნიჟარის გაწმენდვის დროს კალკის ხსნარმა გამიფუჭა ნიჟარის მაღლა რეზინა, ასევე ის ხსნარიც ღირდა ევრო და 80. სიმართლე გითხრათ, მართლა არ მეგონა რომ ისიც ასეთი ძლიერი იქნებოდა, ასე რომ თქვენც მიაქციეთ ყურადღება და გამოიყენეთ რაც შეიძლება ფრთხილად, ასევე აუცილებლად ხელთათმანებით. გავწმინდა მთლიანად ფანჯარა და როგორც ჩანს ხსნარი ჯერ კიდევ მუშაობს და მოქმედებს და ასე მგონია რომ ხვალ დილით ფანჯარას რომ გამოვაღებ შიგნიდან აღარაფერი აღარ იქნება და იქნება თეთრი ქათქათა. ძალიან დიდი იმედი მაქვს ახლა მოვამზადოთ აჯაფსანდალი, ჩემი საყვარელი რეცეპტით ვამზადებ, ოღონდ დღეს ცოტა შევცვალე, რადგან დავუმატებ ტომატ პასტის მაგივრად უკვე შეზავებულ ტომატს. კუბებად დავჭერი ბადრიჯანი, შემდეგ მოვთუშე, აქაურ ბადრიჯანს არ ვაყრი მარილს წინასწარ, რადგან არ არის მწარე და არ სჭირდება სიმწარის გამოშვება, ოდნავ რომ შეიბრაწა ბადრიჯანი, გადავიტანე ცალკე, შემდეგ ასევე კუბებად დავჭერი კარტოფილი, კარტოფილსაც შევბრაწავ, არ არის აუცილებელი რომ კარტოფილი კარგად მომზადდეს, უბრალოდ მთავარია რომ ზემოდან ცოტა შეიბრაწოს. შემდეგ კიდევ გადავიტანე ცალკე, ბოლოს მოვთუშე ხახვი სტაფილოსთან, ნიორთან და ბულგარულ წიწაკასთან ერთად. მე დღეს გამოვიყენე გაყინული ბულგარული წიწაკა, იდეალურია ასე გაყინული ბულგარული წიწაკა, ახლა ვფიქრობ რომ ხანდახან სტაფილოც გავყინო ხოლმე, რომ ზედმეტი დრო არ დამჭირდეს შემდეგ დაჭრაში. შემდეგ დავუმატე კარტოფილი და ბადრიჯანი და დავუმატე 1 კილა არაბიატა. არაბიატა არის რაღაც соуსი, რომელსაც მაკარონთან ერთად იყენებენ ხოლმე. იდეალური გამოვიდა, ძალიან გემრიელი და ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად მიირთვით. სადილის შემდეგ გადავედი დაუთოვებაზე, რომ ეს საქმეც აღარ გადამედო და როგორც ჩანს ვასწრებ დღეისთვის, ამიტომ გაგიზიარებთ ჩემს ბოლო გეგმას, რომელზეც ეჭვმეპარებოდა. როგორც უკვე გითხარით, მაღაზია როსმანის ერთ-ერთი ფილიალი იკეტება და ფასდაკლებები იყო 20%, ასევე გუშინ ვნახე ჩეკზე, რომ 20%-თან ერთად პლუს კიდევ 10% მოაკლდა, ანუ
მთლიანად მოაკლდა 30%, მაქვს კიდევ 10%-იანი კუპონი პლუს 20%-ით და ვიფიქრე, რომ წავიდე და კიდევ რაღაცეები ვიყიდო, ისეთი რაღაცეები, რასაც ყოველდღიურად მოვიხმართ, მაგალითად დეზოდორანტები, დუშგელები, კრემები და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ასეთი კარგი ფასდაკლებით ტონალურების და კოსმეტიკის შეძენაც ძალიან კარგი იქნებოდა, ამიტომ აუცილებლად წავალ მე მარტო ყველაფერს ვიყიდი და შემდეგ დავურეკავ სერგოს, რომ მოვიდეს და დამეხმაროს წამოღებაში, რადგან სერგოსთან ერთად სიარული შეუძლებელია, განსაკუთრებით თუ კოსმეტიკის საყიდლად მივდივარ და რაღაცეების დატესტვას ვაპირებ, ასე რომ გადაწყვეტილი მაქვს, მე წავალ, ვიყიდი, შემდეგ დავურეკავ და მოვა დამეხმარება წამოღებაში. რაც მთავარია, ფანჯარა გაწმენდილია და გადაფითქინებულია ბდღვრიალა, სოდილი მომზადებულია, რაც მინდოდა ყველაფერი გავაკეთე, ახლა არის დღის თითქმის 3 საათი, გაჩვენებთ. და დრო მაქვს, რა თქმა უნდა, ნიცაც მოვიდა, ნიცას დახვდება გოჩას, გოჩა 4:30-ზე უნდა მოვიდეს სკოლიდან, წავალ როსმანში, როგორც უკვე გითხარით და შემდეგ არ ვიცი. შემდეგ ვფიქრობ, რომ მოვალ ჭადები დავაცხო, ოღონდ მე მგონი, რომ აღარ გადავიღებ, იმიტომ რომ დაღლილი ვიქნები ალბათ. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, მომავალ შეხვედრამდე.